რამდენიმე ვიწრო სამხედრო ტექნიკურ სფეროში, როგორიცაა რეაქტიული ძრავები და მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს უპირატესობას ჩინეთთან შედარებით, რაც მას შეზღუდულ, მაგრამ რეალურ სავაჭრო უპირატესობას აძლევს. რუსულ ნედლეულს ასევე აქვს სტრატეგიული წონა აშშ-ს მიერ ჩინეთის საზღვაო ბლოკადის პოტენციური მცდელობის შემთხვევაში. კრემლი ასევე მიზანმიმართულად ცდილობს განვითარდეს თავისი საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციის კუთხით. მისი ინტენსიური თანამშრომლობა ინდოეთთან, რომელიც ჩინეთის სტრატეგიული მეტოქეა, ასევე ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მიზნად ისახავს ჩინეთის გავლენის პოლიტიკური საპირწონეების შექმნას და ერთ პარტნიორზე სრული დამოკიდებულების თავიდან აცილებას. უარყოფს თუ არა ეს არგუმენტი სტრუქტურული დამოკიდებულების იდეას? არა, თუმცა ისინი ნათელსფერენ მის ბუნებას. სინამდვილეში ამ ფაქტორებიდან ვერც ერთით ვერ კომპენსირდება ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური განზომილებების ფუნდამენტური ასიმეტრია. ბირთვული არსენალი შეიძლება უზრუნველყოფდეს რუსეთის სახელმწიფოს გადარჩენას, მაგრამ ის ვერ იცავს მის ეკონომიკას იუანიზაციისგან და ვერც ათავისუფლებს მის საომარ მანქანას ჩინურ CNC ინსტრუმენტებსა და ადნახევარ-გამტარებზე დამოკიდებულებისგან. ანალოგიურად მოსკოვის დივერსიფიკაციის მცდელობებს შეზღუდული ეფექტი აქვს. არც ინდოეთს და არც ირანს არ გააჩნიათ ეკონომიკური ან ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რათა ჩაანაცვლონ ჩინეთი როგორც რუსეთის მთავარი კრედიტორი, ნედლეულის ანუ მისი კრიტიკული საექსპორტო ბაზარი ან აუცილებელი კომპონენტების მიმწოდებელი საჭირო მასშტაბით. რუსეთის ნიშური ტექნოლოგიური უპირატესობებიც კი იქცა ისეთ აქტივებად, რომელთა გასვლითაც კრემლი სულ უფრო მეტად ცდილობს მიიღოს ჩინეთის დაუყოვნებელი მხარდაჭერა რეალური ავტონომიის საფუძვლად ყოფნის ნაცვლად.